რუსეთთან დაკავშირებულ პრობლემურ თემებზე სასაუბროთ ჩვენ სტუმრებთან ერთად დავბრუნდით. რომან გოცირიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე, თორნიკე შარაშენიძე, ჯიპას პროფესორი, დიდი მადლობა სტუმრებს მობრძანებისთვის. და პირველი ალბათ ლოგიკურად ყველაზე ხშირად ეს კითხვა ისმის ხოლმე რუსეთთან დაკავშირებით, რამდენად არსებობს საფრთხე იმისა, რომ რუსეთის აგრესია უკრაინიდან გადმოინაცვლებს თუნდაც საქართველოსკენ ან სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისკენ. რუსეთი იმდენად არაპროგნოზირებადია, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ არის ადვილი. უბრალოდ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ რუსეთი ისეთ ხაფანგში გაება უკვე უკრაინაში, რომ მას არ იქნება არც ეკონომიკური და არც პოლიტიკური რესურსი, რომ კიდევ რომელიმე სხვა ავანტიურა წამოიწყოს. იმიტომ რაც ხდება უკრაინაში და თუნდაც ახლა რაც ხდება ეს მეორე ტალღა აი ამ დაძაბულობისა რუსეთს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს. მისი პოლიტიკური იზოლაციის კუთხით. ხაფანგშია ახლა უკრაინაში? Ну, რა თქმა უნდა, თავად შეყო ხაფანგში და ვიჯერეთი ეს არ არის ერთი და ორი წლის ამბავი. რუსეთმა აფხაზეთის თემაც კი ხეშად უთქვა ვერ მოინელა და ის შედარებით პატარა კონფლიქტები, რომელიც მან აწარმოა პოსტსაბჭოთა პერიოდში, მას მუდამ აწევს ზურგზე და მისთვის საერთაშორისო პოლიტიკურ ამ ვითარებაში ყოველთვის ხინჯად მაინც არის მის მემართებაში, მაგრამ უკრაინის თემა ეს არის ძალიან დიდი ხნის თემა. ყირიმი არ დაბრუნდება, რა თქმა უნდა, არც ერთ და არც ხუთ და ალბათ 10 წელიწადში, იმიტომ რომ სანამ პუტინი იქნება დონბასის თემა იმდენად მძიმეა და თანაც მოსავლელად არის ეს მძიმე. რუსეთმა უნდა შეენახოს ყირიმი. ყირიმში მას ხიდიც კი არა აქვს და მას იმის თავიც კი არა აქვს, რომ ხიდი ააშენოს. ყველაზე კარგი პროგნოზით 15 მილიარდამდე ჯდება. უზარმაზარი ფასი ჯდება, შემდეგ გადაიფიქრეს, შემდეგ ვერავის გაყვანა უნდათ ახლა ქერჩში, რა თქმა უნდა აბსურდია. ან როგორ უნდა დაუკავშირდეს ყირიმით, როგორ უნდა მოამარაგოს, როგორ უნდა კონდეს მუდმივი განათება, მუდმივი წყალი და როგორ უნდა შეენახოს 4 მილიონი ნახევარი ის ნაწილი დონბასისა, რომელიც ფაქტობრივად ახლა მას აქვს ოკუპირებული. ამიტომ ისეთი დიდი პრობლემები შეხვდა მას, რომ არაფერი თქვა იმ სერიოზულ საკითხებზე, რაც ახლა მედიის ნავთობზე ფასის დაცემა, რუსული რუბლის დევალვაცია, ეკონომიკური იზოლაცია ფინანსური და სახელმწიფო ინსტიტუტების და შეიძლება სანქციები კიდევ გაგრძელდეს ახლა აი ამ დღეებში ევროკავშირის. თორნიკო, თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს გაუაზრებელი პოლიტიკის ბრალია თუ ეს არის რაღაცა გათვლილი პროექტი, რომელმაც არ იმუშავა უბრალოდ? უკრაინას გულისხმობთ ალბათ, არა? გათვლილი პროექტი იყო, რა თქმა უნდა. უკრაინისთვის მოიგონა რეალურად პუტინმა ევრაზიის კავშირი. ეს იყო უმთავრესი ადგილი და როლი ევრაზიის კავშირში და საბაჟო კავშირში, როდესაც უკრაინას ეკუთვნოდა, ესე ვთქვა, და როცა უკრაინა ხელიდან გამოეცალა, როგორც ჩანს ჩათვალა, რომ სხვა გზა არჩებოდა. სხვა გზა არჩებოდა, იმიტომ რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ყველა ვარიანტში რუსეთი წაგებული იქნებოდა და უკრაინა შევიდოდა ევროკავშირში და მერე შეიძლება შესულიყო ნატოშიც და ამან გამოიწვია ჩემი აზრით აი ეს ისეთი რეაქცია, რომელსაც არავინ არ ელოდა ნამდვილად. მე მახსოვს შარშან რუს კოლეგებთან მქონდა შეხვედრა სწორედ იმ დღეებში, იმ საათებში ზუსტად როცა ხდებოდა ყირიმის ანექსია, როცა იგი რუსული ჯარი შედიოდა და ისინიც კი ჩემი კოლეგები, რომლებიც საკმაოდ დაახლოებულები არიან კრემლთან, საგარეო სამინისტროსთან, ისინიც გაუგნებლები იყვნენ იმით რა ხდებოდა, მაგრამ როცა მე თვენახევრის შემდეგ ვნახე, ისინი უფრო გაუგნებლები იყვნენ, რომ არ ელოდნენ რომ ყირიმის შემდეგ კი დაიწყებოდა ეს ახლა ეს უკვე აღმოსავლეთ უკრაინაში. პუტინმა გააოცა არა მხოლოდ სოფლიო, გააოცა თავისიანების, ბევრი თავისი მომხრეც გააოცა. ამიტომაც არის რომ ბოლო დროს წყები დადის რომ გაუნაწყენდნენ მას გარემოცვაში, გაუნაწყენდნენ ოლიგარქები მილიონდრები და ამის გამო პრობლემები გაჩნდა სერიოზული, შიგნით ბზარი ჩდება თითქოს. მე ვფიქრობ რომ გეჯობთ რა თქმა უნდა ადრევე ხა საუბარი იმაზე რომ მას ატრილებას მოუწყობენ, რაღაც გადააგდებენ, მოაშორებენ, მოკლავენ. მე მგონია რომ ჩვენ გვაწყობს ამ ეტაპზე რომ დიდხანს იყოს თანამდებობაზე, მეტი სისულელი ჩაიდინოს. იმიტომ თუ ახლა პუტინი ვიღაცაებმა მოაშორეს და მოიყვანეს ვიღაცა მედვედევის ტიპის პოლიტიკოს სახელმწიფო მოღვაწე, შეიძლება ისევ ჩავარდეს დასავლეთ ილუზიაში, რომ აი რეფორმატორი მოვიდა და უსაც კარგად მოექცეთ, მოეფეროთ, რაღაცა წყენები დავივიწყოთ. ეს ცუდია ჩემი აზრით. ამიტომაც დიდხანს დარჩეს უკეთესია ჩემი აზრით, დიდხანს ბევრი სისულელი ჩაიდინოს, ბოლომდე გამოაფხიზლოს ყველა ვისაც ჯერ კიდევ გამოსაფხიზლებელი აქვს. მაგრამ გამოფხიზლებას რაც შეეხება, ფაქტიურად შიდა პოლიტიკურად პუტინმა საკმაოდ აიმაღლა, საკმაოდ კი არა, ძალიან აიმაღლა რეიტინგი. მისი რეიტინგი მე მგონი ასეთი რეიტინგი არასოდეს არ ქონია.
რასთან გვაქვს აქ საქმე? გარკვეულწილად შეიძლება კულტურულ პრობლემასთან იქნებ ეს ისეთი პროპაგანდის შედეგია. არა, შეიძლება ეს ასეთი ტიპის ერია, რომელსაც ასეთი მართვა მოსწონს და ასეთი მართვა მიაჩნია სწორად და ასე მოსწონთ მათ ცხოვრება. თუ შეიძლება 80%-ად შეეხება რუსეთი და ნებისმიერი ესეთი არადემოკრატიულ სახელმწიფოებში სამწუხაროდ, სადაც არ არის ჩამოყალიბებული დემოკრატიის კულტურა. უმრავლესობა ყოველთვის მიცემს ხმას პუტინისნაირ მოღვაწეს და იქ ზიგუანოვის და მსგავს ჟირინოვსკის ეს გასაგებია, მაგრამ აქამდე ხდებოდა ისე ყოველთვის რომ რუსეთში ამის ხრინდენ ერთ პერიოდი ყოველ შემთხვევაში ამის ხრინდენ მოაზროვნე მასა, რომელიც შეადგენს ყველგან 20%-ს. სტატისტიკურად ესე ახლა. ეს არის ყველაზე მობილური, ყველაზე გაართლებული, ყველაზე დღეს ხედავთ რომ ეს მოაზროვნე მასა ეს არის 20%-ს მიღმა, ვინც დარჩა, სწორედ როგორც ჩანს, ის არის ეს მოაზროვნე მასა, რომელიც ჯერ კიდევ დარჩა რუსეთს და მე მგონი დრო მოვა და ეს მოაზროვნე მასა თავის სიტყვას იტყვის და ეს მოაზროვნე მასები ახდენენ ყოველთვის რევოლუციებს, მათ შორის იგივე ვარდების რევოლუციებს თუ ორანჟევ რევოლუციებს აწყობს მოაზროვნე მასა ყოველთვის ესე არის ხოლმე და მოვა მე მგონი ამის დროს რუსეთში მაიდნის რო ეშინიათ სწორედ იმ ხალხის ვინც მიძინებულია ვისაც ახლა დღეს სიტყვა არ ეთქმის რუსეთში მაგრამ ეს ხალხი უდიდესად აუცილებლად აფეთქდება და სიტყვას იტყვის თქვენ აგიტაცია ახსენეთ და პრინციპში უნდა გკითხოთ ისევ საქართველოსთან მიმართებაში ხო ანუ როდესაც ვლაპარაკობთ რუსეთის საქმეზე აუცილებლად ლოგიკურად მოდის ხოლმე თუნდაც ერთმორწმუნეობის ფაქტორი თუნდაც ორი რუსეთის ამბავი რომ მეორე რუსეთი არსებობს რომელიც კარგია ჩვენი მეგობარია ის რომ კულტურა მაინც საერთო გვაქვს რა აგიტაციას ატარებს ანუ როგორ მუშაობს აგიტაციური მანქანა რომელიც კრემლიდან იმართება სხვა ქვეყნებში არა მხოლოდ რუსეთში უკრაინაში თუნდაც საქართველოში ევროპაში ჯერ ერთი აბსოლუტურად ვეთანხმები თორნიკეს იმაში რომ რუსეთის სააგიტაციო მანქანას თუ მოусმენ წარმოუდგენელია რომ არ მოხდე მის ტყვეობაში რომ უყურებ RTR-ს არა თუ არ გადავთე ჯერა რომ უკრაინელებმა დაბომბეს საკუთარი ტერიტორია იმდენად პროფესიულად აჩვენებენ შემდეგ მათ ყავთ მსახიობები რომლებიც დადიან და უბრალოდ დგამენ სცენებს დგამენ და შემდეგ ინტერნეტში გამოჩნდება ხოლმე ერდა იგივე ქალი თუ როგორ მონაწილეობს უკრაინის სხვადასხვა მასში რეგიონში სხვადასხვა დადგმულ სპექტაკლებში და შემდეგ რუსეთის ტელევიზია ამას აჩვენებს. ამიტომ ეს არის ძალიან პირდაპირ უხეში მაღალ პროფესიული უნამუსო პროპაგანდა რომელიც მოქმედებს მასობრივ მაყურებელზე და მასაზე. ხოლო თვითონ მასა რამდენად არის მზად და რატომ არის მზად რომ ეს ინფორმაცია მიიღოს და შეესრულოს ღრუბელასავით ეს სხვა ისტორიაა და საიდან გამოვიდა წარსულია ჩვენი ასე ვთქვათ საბჭოთა მაგრამ მეორე ჩვენი წარსული მაგალითები იმასაც გვაჩვენებს რომ საზოგადოებრივი აზრის ცვლილება ხდება მომენტალურად როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა ჩვენ გვახსოვს როგორ შეიცვალა საქართველოში იგივე ეს კომუნისტური აზრი მომენტალურად ანტიკომუნისტური და ნაციონალური იდეა როგორ წამოვიდა და ყოველთვის 90%-ით იმარჯვებდა ხოლმე არა მარტო საქართველოში არამედ ნებისმიერ ასე ვთქვათ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში იგივე რუმინეთში რომელიც უშინ შეესყოს აღმერთება და მეორე დღეს ფაქტობრივად ჩამოკიდეს ხეზე ანუ რუსეთის საზოგადოებრივი განწყობილების ცვლილება რა თქმა უნდა შესაძლებელია ისევე როგორც უკრაინის აზრი შეიცვალა უკრაინა ხო ფაქტობრივად იყო რუსეთის ვასალი და უკრაინული თელი უკრაინული საზოგადოება ორიენტირებული რუსეთზე დღეს აბსოლუტურად სხვა არის მიუხედავად იმისა რომ რაღაცა გარკვეული ნაწილი მაინც ძალიან სერიოზულად არის არჩევნებმა აჩვენა ეს ნაწილი სოლიდარობით თქო არჩევნებში სადღაც 4-5% დავუშვათ პრორუსული ორიენტაციის და ნაციონალური ძალები ნაციონალისტურს არ მაქვს ნაციონალისტური ძალები მცირე რაოდენობით არის პარლამენტში მაგრამ ანუ გამოგვიძება ხდება ამ ეროვნული თვითშეგნების ამიტომ რუსეთშიც ასე მოხდება მე ასე მგონია რომ ასე მოხდება მაგრამ თავარი პრობლემა რუსეთში მაინც არის ეკონომიკა როგორც საბჭოთა კავშირი დაანგრია ეკონომიკამ ასევე რუსეთს თუ კი რამე ბოლოს მოუღებს რა თქმა უნდა კულტურული ფენომენი მთავარი არა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მაგრამ რა მდგომარეობაშია თქვენ როგორ შეაფასებთ დღევანდელ ეკონომიკას რუსეთში ეკონომიკაზე მხოლოდ 30 წამით მინდა ვთქვა რაც თორნიკემ თქვა ერთ-ერთი შეიძლება ვერ დავეთანხმო რომ რუსეთის ეს ასე ვთქვათ ინტელექტუალური რესურსი გაიწვა დღეს ევროპაში ამერიკაში ამ მთელი რუსული ელიტა რუსეთს მოწყდა ამიტომ რუსეთის ინტელექტუალური რესურსი დღეს არის ძალიან დაბალი როგორც ტექნიკური ინტელიგენცია ასე ბიზნეს ინტელიგენციაც კი სახლები ლონდონში აქვს ანუ რუსეთში ფაქტობრივად დარჩა ის ვისაც უყურებ ჩვენ და 1-2 ნამუსი კულტურული ინტელიგენციიდან ოლეგ ბასილაშვილის და მსგავსი იგივე ჩარტიშვილი ისევე არა ქართველები ასე ვთქვათ დანარჩენი მთელი რუსული ელიტა 99%
ფაქტობრივად არის პროფაშისტულად განწყობილი. ეს არის მთელი უბედურება. ახლა ჟვიაგინცევის ფილმი, რომელიც გადის კანში და ყველა ვნახეთ, ხომ? ლევიათანი. ესაა ლევიათანი, რუსეთი არის ლევიათანი, რომელსაც ებრძვის აი ამ დიდ ასე უზარმაზარ რუჩხულს პატარ-პატარა ჟვიაგინცევები, მაგრამ ეს კულტურული ფენომენი ყოველთვის გაჩნდება. რაც შეეხება ეკონომიკას, ეკონომიკა უმძიმეს რაზე ეყრდნობა დღეს? ეყრდნობოდა ნავთობზე. ეყრდნობოდა ნავთობზე და ცენტრალიზებულ ეკონომიკაზე, რომელსაც მართავდა პუტინი თავისი ფირმებით და თავისი მეგობრებით. ისევ მითებს რომ მიუბრუნდეთ, საქართველოს ხშირად ისმის ხოლმე, რომ რუსეთთან თბილი ურთიერთობა და კარგი ურთიერთობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეკონომიკურად რუსეთი ჩვენთვის არის კარგი პარტნიორი, ხო? დიდი ბაზარია. ამ შემთხვევაში ალბათ მაყურებლისთვის საინტერესო იქნება, თქვენ როგორ ფიქრობთ, საქართველოს ეკონომიკა სჭირდება რუსეთთან მეგობრობა? რუსეთი ყველა შეიძლება როგორც გასაღების ბაზარი, მაგრამ რუსეთთან ჩვენ 7 წელი გაწყვეტილი ქონდა ურთიერთობა. 2008-ში ომი გადავიტანდა და მსოფლიო ფინანსური კრიზისი და ლარს არაფერი არ მოსვლია. აგერ ერთი პატარა ასე ვთქვათ შერყევა ეკონომიკაში, რაღაც ექსპორტის კლება და 2013-ში ლარი დავარდა. მეორე, აგერ რუსეთში გაიხსნა საექსპორტო ბაზრები, 300 მილიონამდე შევიტანეთ ღვინო, ესე რა ქვია, ბორჯომი. ანუ ვალუტა დამატებითი გაგვიჩნდა და აღმოჩნდა რომ ერთშვენიერ დღეს ისევ მეორეჯერ დაეცა ლარი. ანუ არ ყოფილა გარანტია ახალი ბაზრის პოვნა. ბაზარი უნდა იყოს სტაბილური. თუ შედიხარ არასტაბილურ ბაზარში, უნდა ელოდო რომ მისი არასტაბილური ვითარება აუცილებლად გადმოვა შენზე. თორნიკა, თქვენ როგორ ფიქრობთ? გჭირდება ჩვენ რუსეთის ბაზარი, ანუ ეკონომიკური აღმავლობისთვის? ხო, ჩვენ ინტერესებშია გასვლა ამ ბაზარზე? ნუ თუ გვინდა რომ როდესაც ასეთი არასტაბილურია ეს. თუ გვინდა რომ მთელი ცხოვრება ვყიდოთ მწვანილი და არც თუ ისე მაღალი ხარისხის ღვინო, იმიტომ რომ ეხლა თავს მოიტყვიოს ნორმა, ეხლა როცა აკრძალეთ ჩვენი ღვინის შეტანა, ეს არ იყო, იმიტომ რომ ცუდი ღვინო შედიოდა. იყო იმიტომ რომ უბრალოდ პოლიტიკური მიზეზების გამო მოხდა და ეხლა დაწუნებულებრივ რაც შედის, როგორც მე ვიცი, ნახევარი იქ ადგილზე ისხმება. ანუ ჩვეულებრივი გარიგება ხდება, ჩვეულებრივი გარიგება, როცა შენ გაურიგდები რუსეთში ვიღაცა შემომტანს, ის გეუბნება რომ მე გავყიდე შენ ღვინოს, ოღონდ მომეცი უფლება რომ ჩამოასხა შენი ღვინო აქვე მოსკოვში, ნაწილი იყიდება აქაური, ნაწილი მოსკოვში ჩამოსხმული. ასე რომ ხარისხი ლაპარაკი არის. თუ გვინდა რომ მაიმუნობით ვიყავ დაკავებული მთელი ცხოვრება და კი მწვანელის გაყიდვით, ამის იგი ჩვენი ეკონომიკა არ წავიდეს, მაშინ კი ბატონო, რა თქმა უნდა, ჭირდება რუსული ბაზარი, მაგრამ თუ გვინდა რომ მართლა ეკონომიკა გქონდეს ნორმალური ძლიერი, რა თქმა უნდა, ეხლა უნდა გავსვეთეთ ამას ოდესღაც. არ შეიძლება საქართველოს მთელი ცხოვრება ფიქრობდეს იმას, როგორ გაიტანოს ჩრდილოეთში სასოფლო მეურნეობის პროდუქცია და ხანდახან არც თუ ისე კარგი, როგორც უკვე ვთქვი. ეს არის ჩვენი ეკონომიკა, თუ ესეთი გვინდა იყოს, მაშინ მჭირდება ნამდვილად. თუ გვინდა რომ რამდენი რუსეთის ეკონომიკას რაღაც დაემართება და აეცამინებს ჩვენ გრიპი ავიკიდოთ, როგორც ეხლა ავიკიდეთ გრიპი და ლარი გაიქცა უკვე $2 $2 გადაწყდა, მაშინ კი გვინდა რუსული ბაზარი. ერთ-ერთი უნდა იყოს ჩვენთვის, ერთ-ერთი გასაღები ბაზარი უნდა იყოს, რა თქმა უნდა. მხოლოდ ერთ-ერთი დიდი ესე ვთქვათ, მე იდეალურად უნდა იყოს ყველაზე დიდი ჩვენთვის ევროკავშირი, თუ ამოქმედება ლეზღაც იმედია მალე ამოქმედება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი. შემდეგ იქ უნდა იყოს სავაჭრო პარტნიორი ჩვენი მსხვილი არის თურქეთი, როგორც ცნობილია და ერთ-ერთი ამისფერი უნდა იყოს რუსეთი, ჩემი აზრით. არა იმიტომ რომ არ უნდა გვიყვარდეს ოკუპანტი, არა იმიტომ რომ არასტაბილურია, თუ ეკონომიკურად მიუდგებთ როგორც ეკონომისტები. არასტაბილურია, ამიტომაც არის ეს. ბატონო რომან, რამდენად უნდა შემოდიოდეს რუსული ბიზნესი, რამდენად უნდა კონდეს საშუალება რომ გაშალოს ეს ეკონომიური ფრთები, ვთქვათ, საქართველოში, იმიტომ რომ ჩვენ რასაც ხედავთ ბოლო პერიოდში, ვთქვათ, ძალიან ცნობილი ფოთის სპორტის ფაქტი, ვთქვათ, როზნევთან მიმართებაში. რამდენად საშიშია მათი შემოსვლა ასე ინტენსიურად, ვთქვათ, ქართულ ბაზარს? გააჩნია რა რაოდენობით და რომელი რა ტიპის კომპანიები შემოდის, იმიტომ რომ როზნევტი ახლა არ არის პატარა კომპანია. თუ რუსული ბიზნესი შემოდის ჩვეულებრივ სფეროში, როგორც არის მაგალითად კახეთში იყიდა მენახი და ღვინის ქარხანა მაშინ არაფერი პრობლემა ამაში არ არის. თუმცა ზოგადად რუსული ბიზნესი ყოველთვის ნიშნავს რუსული ლობის წარმოჩენას. როდესაც შენ მუშაობ რუსულ კომპანიაში, ყოველთვის გულშემატკივარი ხდები ამ კომპანიის, ამ ქვეყნის სამუშაო ადგილს უფრთხილდები და მეხუთე კოლონას აჩენს. ბიზნესი რა კავშირშია ამბობენ, რომ მაგალითად ჩუბაისის ახალი ენერგეტიკული იმპერია, ასეა ცნობილი, რომ და თვითონ რუსები ამბობენ, რომ ის რაც არ შეუძლია გააკეთოს ტანკს, შეუძლია გააკეთოს ბანკს. რუსულად კარგად ჟღერს ეს კალამბური. იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ იპყრობ იმ ეკონომიკის სადავეებს, მენეჯმენტს ფაქტობრივად იპყრობ და ქმნი ელექტორატს, რომელიც საბოლოო ჯამში შენ საზარგებელ გადაწყვეტილებას ღებულობს. ამიტომ რაღაც რაოდენობრივობა გადადის თვისობრიობაში. ამიტომ არ შეიძლება რომ მთელი ეკონომიკა მაგრამ როგორ გავაკონტროლოთ ჩვენ თავისუფალი ბაზარი? მაგრამ მეორე არის, როდესაც არის ისეთი სფეროები, როგორც არის ენერგეტიკა. და მესამე, რომელიც უნდა ვიყოთ ფრთხილად, თუმცა აქაც შეიძლება რაღაც გამონაკლისები და მესამე, როდესაც არღვევს კანონს. როსნეფტი არღვევს კანონს. როსნეფტი მუშაობს აფხაზეთში, დაგვცინის ჩვენ.
როსნეფტი ეძებს აფხაზეთში ნავთობს, ჩვენ ნებართვის გარეშე და აქ ბენზინგასამართი სადგურები და მონაწილეობს. ის არღვევს პირდაპირ კანონს და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. VTB ბანკი არ არღვევს კანონს და იყოს და იმუშაოს თუ დააკრედიტებს იგი რუსულ კომპანიებს, ქართულს. მე ვიყავი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, როდესაც VTB ბანკმა დააპირა აფხაზეთში გახსნა ფილიალის. დაურეკე პრეზიდენტს, მახსოვს ერევანში იყო ამ კომპანიის და მივწერე ოფიციალური წელი გახსნით აფხაზეთში დაგხურა თბილისში. დამთავრდა საუბარი. აი ესე უნდა მოექცეს დღევანდელი მთავრობა როსნეფტს. უნდა უთხრას რომ ფოთის სპორტის შესყიდვის უფლებას არ გაძლევთ, იმიტომ რომ თქვენ არ გყევთ კანონს აფხაზეთში. გადით აფხაზეთიდან და კი როგორი უნდა იყოს მთავრობის მოქმედება არა მხოლოდ ამ შემთხვევაში, ზოგადად რუსეთთან ურთიერთობისას, იმიტომ რომ ჩვენ გვესმის ეს დისკუსია, უნდა გქონდეს მათთან თბილი და მეგობრული დიალოგი, თუ უნდა გქონდეს ესეთი მკაცრი, რომ არ გავაკეთოთ. ეს არის სამართლიანი. თუ ის ვინც არ ღვევს კანონს, უნდა იყოს მკაცრი. დაფრინავს აეროფლოტი აფხაზეთში? ამბობენ რომ არავერთ ერთხელ ჩავფრინდით რაღაც და ბოდიში ხდიან. ნუ შეიძლება ის კანონი ითვალისწინებს ასე ვთქვათ გამონაკლისსაც. ჩვენ შეგვიძლია თუ აფხაზეთში მუშაობს ან სამხრეთ ოსეთში ცხინვალში გამონაკლისის დაშვება შეგვიძლია თუ ჩვენს ინტერესში არის. მაგრამ მთავრობა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ან უნდა უთხრას უარი და გადით, ან უნდა თქვას კი და აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და განმარტოს ხალხს. ამიტომ ზოგადგილას უნდა იყოს ძალიან მკაცრი მოთხოვნა და მკაცრი აკრძალვა, ზოგადგილას უნდა იყოს შეზღუდვა, ზოგადგილას უნდა იყოს წახალისება. პირიქით, მოდით მოიყვანეთ წვანელი, მოიყვანეთ ვინო გაიტანეთ კი ბატონო, არ არის პრობლემა და იყავით საბანკო სექტორში. არაფერს ხელს არ უშლის, რა თქმა უნდა, თუ ამის მიღმა არ იქნება რაღაც შემდეგ ასე ვთქვათ პოლიტიკური ბერკეტები ამოქმედებული. ბიზნეს ყოველთვის აქვს პოლიტიკური ბერკეტი. თორნიკო, როგორ ფიქრობთ, ჩვენ გვაქვს კიდევ რამე ბერკეტები რუსეთთან მიმართებაში? ეს საკომუნიკაციო არხები გახსნილია, ფაქტიურად ჩვენ გვაქვს რამდენიმე პლატფორმა, რომელზეც ურთიერთობთ მათთან, მაგრამ ბერკეტებს ვიყენებთ, როგორ აი თქვენი რაც შეეხება ხა არხებს და მოლაპარაკებებს, ახლა მოლაპარაკებებში თავისთავად ცუდი არაფერი არის. მე ყოველთვის არასდროს არ მესვისხო რომ სამომირო გავაჩეროთ მოლაპარაკებები, არ გავცოთ ხმა, ამას რა აზრი აქვს ახლა? უკვე ყოველთვის ჯობია ელაპარაკო, გაიგო ბოლოს და ბოლოს რას ფიქრობს მტერი, ხო? თუნდაც სხვა თუ არაფერი. რაც შეეხება ბერკეტებს, ჩვენ ახლა ვართ საკმაოდ რთულ მდგომარეობაში, ეკონომიკა ფაქტიურად სუსტია, ეს ლარი ამის მაჩვენებელია სწორედ. ერთ-ერთი რაც შეგვიძლია ჩვენ მათ გაუფუჭოთ, ესე ვთქვათ, არის რომ გავთიშოთ რუსული არხები, რომლებიც საქართველოში მაუწყებლობს ჩაირთოს 3 წლის წინ. ეს რუსული არხები უკვე ამაზე ბატონო რომანოვი ილაპარაკა ვრცლად და აღარ შეჩერდები, მაგრამ ერთი ის არის რომ საფრთხე ეს არის ჩვენთვის საფრთხე. ჩვენი ბევრი თანამოქალაქე ჯავახეთში, იგივე კახეთშიც ქართულ არხებს ვერ უყურებს, ქართული არ იცის და უყურებს ამ არხებს და დღეს დარწმუნებული უკრაინაში ებრძვიან ფაშისტებს, უკრაინაში ებრძვიან ამერიკელ იმპერიალისტებს, ამერიკაში მასონები მართავენ ყველაფერს, ევროპაში ჰომოსექსუალები და ასე შემდეგ და როცა შენ ესეთი განწყობით გავს მოქალაქეები, ბუნებრივია შენთვის სერიოზული პრობლემაა. რუსეთთან რომ გააწყვეტოს ხვალ საქართველოში ისევ შემოვარდნა ჯარებით, მე მგონი მისი პირველი სამიზნე იქნება ამ ეტაპზე სწორედ ის რეგიონები, სადაც ცხოვრობს ეს ადამიანები, სადაც ცხოვრობენ, რადგან ისინი დიდი შანსია იქცნენ, არ მინდა არავის შეურაცხყოფა მიაყენო, მაგრამ როცა ადამიანი ხდება რუსული ტელევიზიის მაყურებელი ექცევა მისი გავლენის ქვეშ, დიდი შანსია იქცეს რუსეთის მხარდაჭერა და რუსეთის ჯარის მხარდაჭერა. ეს არის ძალიან სერიოზული საფრთხე და ამას სახელმწიფო უნდა მიხედოს. მე ამას ძალიან მარტივად სათქმელია მარტივად და თუ სახელმწიფო პოლიტიკური ნება აქვს, მე მგონი შეუძლია გააკეთოს. იცით ეს სხვადასხვა რამდენიმე თვის წინ მეც თქვი მას სოციალურ ქსელში და ასე ვთქვათ სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ გამოსვლად ჩამითვალა ზოგიერთმა ახლობელმაც კი. მაგრამ როდესაც რუსული არხები 5 თუ 6 რუსული არხი გათიშულია რუმინეთში, მოლდოვაში, ეხლა უკრაინაში გათიშულია და ღებულობენ კანონს. ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში ანალოგიურად ხდება. ეს არის პროპაგანდისტული იარაღი. ჩვენ და სურვილიც აქვს რაღაც გარკვეული სიხშირეებიც კი აიღონ და აქვე დაუწყებელია. ეს სულ საფასე კითხვა, როდესაც საერთოდ ფლობელი მესაკუთრე არ შეიძლება იყოს ქართული მედია საშუალების ოკუპანტი ქვეყანა, რომელსაც დაყრდნილია შენ ტერიტორია და ამაზე შეიძლება ცალსახად მიიღო კანონი, მაგრამ არავინ არ უშლის, რომ ინტერნეტში უყურე, ყველგან უყურე, მაგრამ მადლობა ბატონ რომან, ჩვენ საინფორმაციო უნდა ჩავართოთ, აი ესე ძალიან ესეთი რეჟიმი გვაქვს. აქვს უღრმესი მადლობა ბატონებო. ეს ესეთი თემა მე მგონი ჩვენ მოგვიწევს. რომან გოცირიძე იყვნენ ჩვენთან სტუმრად, დიდი მადლობა უნდა გადაგიხადოთ.